ესეც ჩემი ახალი ტელეფონი, გოგოებო, აბა როგორ მოგწონთ? დილა მშვიდობის. არც მოგესალმეთ, უკვე ისი მაგრამ მიხარია და ისე რაღაცნაირად ვარ, ძალიან გახარებული ვარ გუშინ. ისეთი დაღლილი ვიყავი, არ ვიცი, ვერც გელაპარაკეთ. კარგად. მოგესალმებით ყველას, მოგიკითხავთ დიდი სიყვარული, აქ ნახეთ. ახეთ, ესენი კი არ გამოჩნდებოდა ახლა ჩემს ძველ ტელეფონში. აქ ტონალური წამისვათ მასე ცოტა და ვახარ გავიცად და როგორ გამიდით რა ნახეთ. როგორ ხართ აბა? ხომ ხართ კარგად? ნახეთ როგორია, ნახეთ. ზუსტად რო იღებს, ანუ როგორიც ხართ. ზუსტად ყველაფერს იღებს, ოღონდ ალბათ იმასაც აჩვენებს ახლა. რაღაცა იდეალური რო არა მაქვს რა, კანი. ძველ ტელეფონში ხო უფრო ის იყო წკრიალა, მაგრამ აი ნახეთ. აქ რაღაცეები ჩანს, პატარა თითქოს ლაქებივით რაღაცა, მაგრამ ძალიან მომწონს, მაინც როგორიც ვარ, ეგეთი რო ვჩანვარ, უფრო მომწონს. ვიდრე ის თითქოს გალამაზებს უფრო, მაგრამ ეგრე გალამაზება საღამოთი ხო საერთოდ არ ვჩანდი. ანუ არ მიჭირს ახალ კამერასთან შეგუება, პირიქით ძალიან მომწონს, ჩემი თავიც ძალიან მომწონს. თითქოს ის არის, რა ქვია, ნაკლებიც ნაკლი რაც არის ყველგან, ყველაფერი უფრო ჩანს ეგეც. თუნდაც კედლები, ხო? მაგრამ ის არის, რა ქვია, მაინც ძალიან ლამაზია, ულამაზესი. აი, ზუსტად ეგეთი ვარ, როგორიც ჩანს მართლა. ძალიან მიხარია, ძალიან. და ეს რაღაცა მოყვითალო ფერი რო დასდევს, ის არის. ესეც ძალიან მომწონს. თითქოს მოყვითალოში თითქოს ხო გადადის და მზე რო გიტყავს, კიდე უფრო მაგრად გადადის მოყვითალო ფერში და რავი რა, ლამაზი არის. ერთი სიტყვით გახარებული ვარ ძალიან. დღეს ძალიან დიდი სიხარულით ავდექი. აქ კიდე რო დავიბანე შემომეწუწა წყალი გაშება. ხო, ესეთი ამბები ჩემო სიხარულებო. სხვანაირი ვარ, მეთო. უნდა ახალ კამერას მიჩვევა. სხვანაირი ვარ სულ თითქოს იმ კამერაში უფრო სხვანაირი ვიყავ, მაგრამ უფრო მომწონს, რა თქმა უნდა. უფრო კი არა, 1000 ჯერ უფრო მომწონს. გუშინ მათი მეუნება თავის ტელეფონს და ჩემ ტელეფონს ვადარებდით და დედაო, ჩემ ტელეფონში უფრო ლამაზი კანიკი ჩანსო და მე ვთხარი, იმიტომ მეთქი, რომ ეს უფრო კიდე ხარისხიანია. სონის კამერები აქ ამის. გუშინ რო ვარჩევდით, მითხრა, ხო მოგიყევით რა, რაღაცეები მოგიყევით. მითხრა კონსულტანტმა, რომ ჰონორი ჯობია. რაღაცეებით ჰონორი ჯობია. ალბათ თამაშებისთვის ვისაც უნდა პროცესორი უფრო ძლიერი აქვს იმას, მაგრამ რო ვუთხარი რისთვისაც მინდოდა მე, რომ ვიდეოსთვის მინდოდა. მითხრა, რომ არა, Samsung-ი წაიღო. ჯობიაო, მაგრამ აი თამაშებისთვისაც ბევრით არა ჯობია ისო. ბევრით არა, რაღაცეებით ძალიან ცოტა და Samsung-ი არისო ვიდეოების გადასაღებად გათვლილი ტელეფონიო. თუ ვიდეო გინდა რომ გადაიღო და ამ საქმეზე მუშაობ, მით უმეტეს ახლა ეგენი არ მითქვია, მაგრამ მაგას უკვე მე ვამბობ, თუ ამ საქმეზე ხარ თან, უნდა იყიდო Samsung-ი, ხო? იმიტომ რომ ესეთი ხარისხიანი კამერები არ ვიცი, არც ერთს არ უყენია. როგორც Samsung-ს. ნუ ახლა ძალიან ძვირიანებზე არა მაქვს ახლა ლაპარაკი, მე iPhone-ები ახლა 4-ები როლის და 3-ები და Samsung-ებიც არის ეგეთი ახლა, რა თქმა უნდა ისინი
იმათ კიდე სულ სხვა დონის კამერები ექნებათ, მაგრამ მე ვიძახი ამ ფასში რა 1500-მდე ვამბობ ფასებს უნდა იყიდო Samsung-ი რომ ხარისხი გქონდეს ვიდეოსი და ნახეთ როგორი მე თუ კიდევ უფრო მივეჩვიე ამასია ძალიან ლამაზად იღებს განათებას ანაწილებს იდეალურად და თვითონ ესე იგი რაღაც ისეთ ქერაც რო გინდა რომ უყურო ხო მე ხოლმე ვერ ვუყურებდი ჩემ ძველ ტელეფონში და არ ვიცი როცა იღებ აი ხო ჩემ ძველ ვიდეოებს რო გადავხედე ამითი ნუ ნორმალურია ანუ მაინც ეკრანსაც აქვს მნიშვნელობა როგორი ეკრანი გაქვს უყურებდი რა ჩვეულებრივად ალბათ თქვენს იმიტომ მაინც მიყურებდით და ხანდახან მეგონა რომ ძალიან ცუდი ხარისხი იყო იმიტომ რომ ჩემში ჩანდა ეგრე ჩემ ძველ ტელეფონში ცუდი ხარისხი ჩანდა და მეგონა რომ თქვენთანაც ეგრე ჩანდა მაგრამ ეხლა ამ ტელეფონში რო ნახე მთლად ეგეთი საშინელება არ არის ნუ უყურებ მაგრამ რაღაცის ყურება რომ მიდოდა მე თვითონ რომ რაღაცისთვის ან კინოსთვის ან რაღაც ვიდეოებისთვის მაინც უყურებდი ხოლმე იმიტომ რომ მიყვარს და ჩემი საქმე არის და ეხლა მომწონს ხო ვიდეოების ყურება მეც ამას ვაკეთებ და სხვასაც რა თქმა უნდა მინდა რომ შევხედო და ვნახო ხო და ჩემ ტელეფონში იმდენად ცუდი ხარისხი იყო ხოლმე რომ ვიღლებოდი თვალებსაც მაგრამ მტკბებდა ძალიან და ხალისიც არ მქონდა რომ იქ რაღაცისთვის მეყურა რა და თან კიდე უნდა გაჩვენოთ რა მდგომარეობაში არის რანაირ ტელეფონით ვიღებდი ვიდეოზე უნდა გაჩვენოთ გოგოებო უნდა გაჩვენოთ მე როგორ დავიწყე როგორ მოვდივარ ისე მიყვარს ეს ყველაფერი იმდენად საინტერესოა ეს ჩემთვის რომ იწერთ რომ იცვლები ჟანა შეიცვალე სულ სხვა ხარ სულ სხვა პიროვნება ხარ ცუდი ხო არ გავხდი არა რაც თავარია ცუდი არ გავხდი და ეს ძალიან კარგია ინგლისურ მოწერა იქ რომ არ ვიციო გიყურებდიო ვიდეოშიო და ფიქრობდიო ის არის თუ არ არისო აი ძალიან გამიჭირდაო რომ ამომეცანიო რა შენი ყავი თუ არაო და ეს ყველაფერი ძალიან მახარებს მე იმიტომ რომ ეს არის ზრდა ადამიანი რომ ვერ გიცნობს თუ ცუდი არ გახდი ცუდად არ უნდა შეიცვალო რა თქმა უნდა ეხლა რომ ვერ გიცნობს იმდენად მიწერთ რომ საუბრიდან მოყოლებული ყველაფრით აბსოლუტურად ჟანი შეიცვალე და სხვანაირი გახდი ეს ძალიან მახარებს გოგოებო და ვიღაცებს შეიძლება ეხლა ხო მოდი ცუდი არ ვილაპარაკოთ ეგეც აღარ მიწვიის უკვე ყველას თავის აზრი აქვს პუტკუნა ჟანა მოსწონდა ვიღაცას შეიძლება მაგრამ მე არ მომწონს პუტკუნა ჟანა და მთავარი ეს არის რა რომ მე როგორიც მომწონს ისეთი ვარ ეხლა მე ესეთი უფრო მომწონს ჩემთან თხელი სახით და ესეთი ვიზუალით როგორც გამოვიდა ეხლა ჩემი ტელეფონი უნდა გაჩვენოთ მაგრამ და პაუზებაც არ ვიცი აქ როგორ უნდა ალბათ აი რითი ვიღებდი ვიდეოებს გოგოებო ნახეთ თავარია რაღაცა დაიწყო აი როგორ ამოვარდა ნახეთ ეს ამ დონემდე მივიდა ჩემი ძველი ტელეფონი მაგრამ ეხლა აქ შეიძლება რა ვიცი წებო რო ჩავასხა და ანუ იმაზე მაინც გამოვიყენო ხოლმე რომ კომენტარები წავიკითხო აი ეს ტელეფონით ვიღებდი ვიდეოს ეს ტელეფონი რო ვაჩვენე გუშინ რა ტელეფონიც მაქვს მეთქი რა
ესენი არის უკვდავი ტელეფონებიო, იმიტომ გაგვიწვა ამდენი ხანი მე დანიკას. 7 წელია უკვე მგონი თუ რა 6. ძალიან დიდი ხანია რაც გვაქვს რა. ესენი არის პირველი ხარისხი. პირველი ხარისხი. ანუ უკანაც ნახეთ ეს პლასმასი არ არის. ეს არის. არ ვიცი რაღაცა პლასმასი არ არის, რაღაც სხვანაირია რა, ან ძალიან ხარისხიანი, არ ვიცი, ერთი სიტყვით. მაინც ვიდეოს ხარისხი ხო გეუბნებით ჩემ ტელეფონში რომ ნახე ჩემი ვიდეოები, არ არის ხო ეგეთი ისა საშინელი. თვითონ აქ ჩანდა ხოლმე ცუდად. ცუდი ეკრანი აქვს და მაგიტო. თორე ალბათ კამერები ახლა ისეთი ის არ აქონდა რა, ძალიან უხარისხო, იმიტომ რომ რა ვიცი, აქ ჩვეულებრივად ვუყურე მე გუშინ ჩემ იმას ვიდეოებს და არც ისეთი ის არ იყო. საღამოთი ხო, საღამოთი ძალიან დაბურულად იღებდა. მაგრამ დღე რა მაინც ნორმალური იყო. ხო და მთავარია რაღაცა მოინდომო და დაიწყო და აი ესე მოვდივარ და მივყვები ჩემ გზას, ვითარდები, მე ასე ვფიქრობ. ინგლისური სწავლა ხო დავიწყე არ შემწყვეტია, არ შევწყვეტა, გოგოებო ძალიან მომწონს თან. ძალიან მომწონს ეს ადრე მე დავდიოდი რა, სანამ გავთხოვდებოდი, ნუ ბავშვობაში ინგლისურზე და მე რაღაცა ისე მოხდა რომ ჩემ ცხოვრებაში რაღაცეები ისეთი რაღაც ბევრმა რაღაცა მე ხელი შემიშელა ცხოვრებაში რა. ვეღარ ინგლისური ვერ გავაგრძელე. სურვაზე დავდიოდი, ისეთი ის მქონდა წარმატება, ისეთი წარმატება მქონდა სურვაზე, რომ აი არ ვიცი რა, უკვე უნდა იმაზე გავსულიყავით. რა ქვია მაგას? ხო, რო გეგმავენ ხოლმე, რომ ერთმანეთს რო შეხვდნენ და შეეჯიბნენ ცურვაში. ძალიან ისი მქონდა წარმატებები, ბევრი წარმატებები, რომლებსაც უარი ვთქვი. უარი ვთქვი ან მათქმეინეს რაღაცა, არ მინდა არც ვინმეს დადანაშაულება, არ მინდა აღარც ჩაღრმავება, იმიტომ რომ იმ ყველაფერს მე ვერ დავაბრუნებ ახლა. ვერა. და რაც რამე დაგვაკლდა ჩვენ თავში, ჩვენ თვითონ ვიცით. ინგლისურზე რო არ მდომნოდა, მე ხო არ მივიდოდი 25 წლის წინ რამის. და მე რომ მაშინ ინგლისური მესწავლა, ახლა იცით როგორ ვიქნებოდი. მაგრამ ეხაც არ არის გვიან, ვაგრძელებ, მე ახლა გავთხოვდი, მე შვილები, მე საერთოდ მართვის მოწმობაც რო ავიღე, ეგეც ძალიან დიდი ის იყო რა, სანამ მათე გავაჩინე, მოვასწარე მართვის მოწმობის აღება. და ეგ ძალიან დიდი პლუსი იყო, რომ ეს შევძელი, ნიკა მყავდა უკვე და თანაც ძალიან დიდი არ იყო, თან მიხედვა ხო უნდოდა და სწავლობდი ამ ყველაფერს, არასდროს არ იყო მართვის მოწმობის აღება ადვილი. იმდენი გოგოები და ბიჭები იჭრებოდნენ ხოლმე მაშინაც, რომ აი არ ვიცი რა. პირველივე გასვლაზე ჩავაბარე თეორია, მეორედ არც დამჭირდა გასვლა და პირველივე გასვლაზე სულ ბოლოს პრაქტიკაში უკვე რომ უნდა მომებრუნებინა, გამოსული ვიყავი, ანუ გასული ვიყავი და ბოლოს შემეშალა რაღაცა. ძალიან ვინერვიულა და მეორეზე პრაქტიკაც ჩავაბარე. ანუ დამთავრებული წრე იყო უკვე რა, ყველაფერი ვიყავი გავლილი, ყველაფერი აბსოლუტურად და ბოლოს შემეშალა რაღაცა. მაგრამ მეორეზე პრაქტიკაც ჩავაბარე. არაფერი არ არის გვიან, ინგლისურსაც ვისწავლი. თან ძალიან ბევრი რაღაცები ვიცი სხვათა შორის. მახსენდება კიდევაც ახლა, რომ დავიწყე. ყოველ დღე ვსწავლობ. სადმე ჩიარება არსად. ნენელა.
9 საათიც რო დავუთმო. მე ეს ბავშვები ჩემები ინგლისურად უფრო აზროვნებენ ვიდრე ქართულად, ისე მიგვის რომ მათ ეს ვეკითხები 10 ქვეყანა ჩამომithვალე მეთქი რა. ხანდახან ვაჯიშობთ ხოლმე რაღაცებში. ეგ უფრო მაინტერესებს ვიდრე არ ვიცი არავინ არ მიწყინოს, მაგრამ სკოლის პროგრამაზე მეტად მირჩევნია ეს საზოგადო განათლება კონდეთ და სულიერობა კონდეთ და სიყვარული კონდეთ რა ბავშვებს, თორე წერა კითხვას ისწავლიან და რაღაცებში კიდევ უფრო გუშინგიაც რაღაც ნეოლოგიკაში ავარჯიშებდა საღამოთი რაღაცებს ეკითხებოდა და ქართულად ვერ ჩამომithვალა 10 ქვეყანა ინგლისურად გითხრა. ნიკასაც ეცინებოდა, ქართულად ვერ მითხრა. და მე ჩემ ბიჭებთანაც რო ვილაპარაკო, უცბად ვისწავლი. ჯერ დავაგროვო რაღაცა, ვისა რა ქვია, ცოდნა სიტყვები. საფეთქი მინდა. ეს გუშინაც ვიყიდე. მომეწონა. როში მისახოს კი. აქ მაგ გაყინულები. არ მითხრათ ახლა რა ტყიდულობ გაყინულებს შანაო. იმიტომ რომ ნედლს უფრო ცუდი გემოაქვს. მაგიტო ყიდულობ გაყინულებს. და არაჭამე ნედლს. არ მოსწონთ. ბიბილოს ფილეში ერთი ნაჭერი დევს ხოლმე ცუდი. რო უძველდებათ აყოლებენ იმ ერთ ნაჭერს მაინც. აი ეგ არის მარტო ცუდი აქ გაყინულებში. თორე თითქოს გემო მართლა უფრო უკეთესია ვიდრე იმ სუქან, ძალიან სუქან ქათმებს და ბარკლებს რა. ნედლისა, ნედლს გულისხმობ და ეხლა ერთმა გოგომ კიდე უნდა წავიკითხო ეგ კომენტარი, ისე კარგად მომწერა. მე რო ვთქვი, რომ ყიდულობ 100 ლარისას მეთქი. კიდე უნდა წავიკითხო ეგ კომენტარი, ისე კარგად ჩამომიყალიბა რას ყიდულობს ერთითვისას, უნდა გადავხედო. დიდი მადლობა, ჩემო ძვირფასო, მაგ კომენტარისთვის პატარა, ძალიან დიდი ხელფასი არ მაქვს და სხვანაირად ვერ გადავანაწილებო და ესე ვყიდულობ და მითხრა, რომ ბიუ-ბიუში ვყიდულობ. ქათამსო. ფაზაკლების დღეაო, შაბათს და კვირასო და ყიდულობ ხოლმე კუჭებსო, ღვიძლო, აი თვეში ერთხელ მაინც რო გავაკეთო, ხშირად არა. და ბიუ-ბიუ კარგია, საერთოდ არ ყიდულობ მე ბიუ-ბიუს ქათამს. ერთხელ ვიყიდე ნედლი და ვერ შევჭამეთ, გადავაქციე, გადავყარე. ისა, გაყინული ნედლი არა ბოდიში. გაყინული ვიყიდე და გადავყარე. ძალიან რაღაცნაირი ცუდი, აი რაღაცნაირი ცუდი საშინელი გემოქონდა. იმის მე რომ ყიდულობ ბიბილოს და არ ვიცი ბიუ-ბიუ თუ კაია და ნედლი იქნებ კარგია. ვიყიდი მეც. ნოსტი არ მოსწონთ და ბიუ-ბიუ მოეწონება. ძალიან კარგად დამიწერა, უნდა გადავხედო. საქონლის ხორცს ყიდულობო, ღორის ხორცს ყიდულობო, მერე ვაფასოვებო ყველაფერსო. პარკებში ვდებ დავაწერო, მაცივარიც არა მაქვს მე ახლა მოგხერა რომ ეგ ყველაფერი გამოვიყენო, მაგრამ ეგრე გავაკეთო, მაგრამ ნუ რაც შეტევა შეიძლება ხო, მაინც
თუ ერთი თვისა არა. ძვლებსო მერე ცალკე ვხარშავო და იქიდანაც იმდენი ხორცი ამოდისო, რომ იქიდან მერე ვაკეთებო ბლინებსო და ღვეზელებსო და ნუ ძალიან კარგად დაწვრილებით დამიწერა. აი მეორე ნატეხი ისა ფილა შოკოლადისა გული წამომერია გოგოებო. ჩემი ორგანიზმი ისე მაგრამ ელაპარაკება უკვე იმდენად დავუახლოვდი, იმდენად გავიცანი, იმდენად შევიყვარე, იმდენად ვეფერები და ისე ახლოს ვარ უკვე ჩემ თავთან შიგნიდან, რომ თვითონ ყველაფერს მელაპარაკება. თუ აქშია არ ჭამოვო, როცა აქშია მაშინ ჭამო. რა კალორიების თულა საერთოდ არ მჭირდება, იმიტომ რომ საჭმეს რო ვჭამ, საჭმეს როცა ვჭამ, აუ რაღაცა მივიდა საინტერესო. ხო, საჭმეს როცა ვჭამ, გოგოებო, ის არის ორგანიზმი მეუბნება, როდის უნდა გავჩერდე. თვითონ. დავჩერდები, ვეღარ ვჭამ და ყელზე მადგება ხოლმე უკვე. თუ ზედმეტი მომდის, ყელზე მადგება. აღარც გემუარა აქ. თავიდან ძალიან გემრიელია იგივე საჭმელი. მერე გემოეკარგება და ყელზეც მადგება. თითქოს აი აღარ ჩადის ხოლმე. დავჩერდები. თავიდან არის ხოლმე უგემრიელესი. არც ყელზე არ მადგება. მერე აღარ მოსწონს ხოლმე. აღარ უნდა ზედმეტი და უკვე მაგრძნობინებს. ასე მოლაპარაკება. ძალიან მაგრად მიხარია. ძალიან მაგრად მიხარია, იმდენად მიხარია, არაფერი არ მეწყინოს ახლა მე, რა თქმა მეწყინოს მე თვითონ. კიდევ უფრო უნდა გამეხარდეს ყველაფერი და ყველაფერი ისეთი კარგად უნდა იყოს, სახლიც ისე ლამაზად უნდა მოვაწყო, რომ ეს ჩემი ტელეფონი მზისფერი რო იქნება ყველაფერი და აქ რო არ ვიცი რა ფერში გავაკეთებ, ალბათ ნათელი რა თქმა უნდა, იქით მზისფერი მინდა ძალიან მისაღები. ეგ ძალიან მაქა აქ, არ ვიცი, ჩაბეჭდილი ჩემი ისიც ის წლები რაც გავატარე ნიკა რო პატარა იყო და გავზარდე თითქოს ხან ალბათ მომენატრება ხოლმე და იშპალიერიც მომენატრება ხოლმე. სადაც ცხოვრობდით სტუდბინაში. ის დროც მომენატრება ხოლმე ერთი ძალიან საყვარელი მეზობელი მყავდა იმ ძალიან ცუდ ბინაში. ყველა მისის ეგ ცუდი ბინა რო არის და არც მერიდება მაგაზე ლაპარაკი. არ ვიცი, აი ძალიან ისეთი რა. ძალიან ისეთი ბინა იყო რა. რავი. ხო და ერთი ძალიან საყვარელი მეზობელი მყავდა. გვერდზე. არ ვიცი, ჩემ ვიდეოებს უყურებს თუ არა, მაგრამ ეს დამირეკა კიდევაც მეც წერ ხოლმე იტალიაში ახლა ეგ გოგო. ლიკა ძალიან მიყვარს და თბილისში იყიდა სახლი. რო ჩამოვა თბილისში უნდა ცხოვრება. აუცილებლად მასთან გავაგრძელებ მე ურთიერთობას, იმიტომ რომ რო გავთხოვდი და ახალი რძალი რო ვიყავი, ეგენი მათ ცხოვრობდნენ. მამის სახლი იყო. ხო და მე მამამ მაგას აჩუქა რა ეგ სახლი და მათ ცხოვრობდა ხოლმე ეგ გოგო და ჩვენს ერთად ვიყავით ხოლმე. მიუხედავად იმისა, რომ განსხვავებული რელიგია გვქონდა,
და მე ხო იცით, სადაც ვიყავი და ის არაჩვეულებრივად მართლმადიდებელი გოგო იყო. ერთად ვსვავდით ყავას, ერთად ვიყავით სულ, ბავშვებს ერთად ვზრდიდით და ძალიან მიყვარს ეგ პერიოდი და ძალიან მიყვარს ლია. ძალიან. ხო და იმ დღესაც ჩემი ხმიანა ჟანაო რა ვიცი რაღაცებს მიკითხებოდა სახლებთან დაკავშირებით, რომ თბილისში ძალიან რო გაძვირდა სახლები. კი იყიდა, მაგრამ რაღაცეები უნდა რა კიდე რომ იქნების გაიყიდოს და სხვა იყიდოს თუ რაღაცებზე საუბრობდით რა. რომ მალე ჩამოვიდეს საქართველოში და ერთი სიტყვით ძალიან მიყვარს იმ პერიოდის რაღაცა ნაწილი. ჩემი ნიკუშას პატარაობა, ჩემი დედამთილი, ერთად ვიყავით მაშინ ჩვენ, ეგ პერიოდი რამდენი რამე მასწავლა მან. ეხლა რო გამოვარდეთ ხოლმე აქ და ჩავიხედები და ეს ტილოები რო ესე მაქვს ხოლმე აქ ჩაკეცილი, ხო? გამახსენდება ხოლმე ეგრევე ჩემი დედამთილი. აი ეგენი მაგისგან მაქვს ნასწავლი და ბევრი რაღაცა ისე კეცავდა ამ ტილოებს და ხან თვითონ კერავდა, ხან მეორადებში არჩევდა ფერადებს, ლამაზებს და მერე სულ ხარშავდა და სულ ჩაწიკწიკებული ლამაზად ქონდა ხოლმე რა და ბევრი რაღაცა ვისწავლე ჩემი დედამთილისგან. მე დაბლა ცალკე რო გადავიდა უკვე ცალკე სახლი მისცეს მას, იმიტომ რომ ჩვენ ძალიან პატარა იყო და ოჯახი რო გავიზარდეთ, ვეღარ ვეტეოდით. ჩავდიოდი ხოლმე სტუმრად ჩემ დედამთილთან, ისიც ამოდიოდა, მაინც ერთად ვიყავით და რაღაცა ნაწილი მიყვარს ძალიან. ჩემთან ეხლა შიგნით, გარეთ კი გასვლაც არ მიყვარდა ხოლმე, იმხილა ბიჟები იყო. გარეთ გასვლა მეზარებოდა მაგისგან და არ მიყვარდა. მაგრამ რაღაცა ნაწილი ძალიან მიყვარს და თითქოს იმ სახლის რაღაც ის მინდა შემოვიტანო ამ სახლში. თუნდაც შპალიერის ფერი. გიასაწყობილი კარადა გქონდა ხოლმე ძალიან ლამაზი ხისა, დიდი თლიანი კედელში იყო ხოლმე. თვითონ თავის ხელით გააკეთა. იმხელა იყო, არ ვიცი გოგოებო, მთელი ზამთრის კამპოტებს ვინახავდი ხოლმე, არ ვიცი რა მხელა ტევადობის რაღაცა იყო რა. აქ სადმაკაბა ეგეთი რაღაცა. რაღაცები მოგიყევით დღესაც. დიდი მადლობა თქვენ, უღრმესი, ვინც მომილოცეთ, ვინც ჩემი სიხარული გაიზიარეთ. დიდი ხანია ეს მინდა და მაინც და მაინც ტელეფონის ეკრანი უნდა გადმოვარდნო და რომ მეყიდა რა, ესეთი ვარ. ჯერ ხო ჩემ ბიჭებს ვუყიდე. თან, ჯერ მათ ვუყიდე და მე ჩემთვის ვიყიდე. რაღაცნაირი ვარ. მით უმეტეს იმის ფულს მე ვიხდი. იმას ფულს მე ვიხდი. მე უნდა ვუყიდო ისინი და ჯერ მაინც მათ ვუყიდე და მე ჩემთვის, იმიტომ რომ ესე უფრო წვერაც მაგ ვუყიდე რაღაცნაირად და ესეც ეს დროც დადგა და მეც მაგიხარ ტელეფონი. ყველაფერი ნენელა მექნება ეს. ნენელა ყველაფერი კარგად იქნება. გაგოცით. და ჩემი აი ესეთი წისვლა 40 წლის ვარ. მით უმეტეს ვინც ხართ პატარები ახლა. ინგლისური ისწავლეთ აუცილებლად. ჩემებმა ორივერმა იციან, ხო გეუბნებით ქართულად ვერ აზროვნებენ ისე როგორც ინგლისურად. ინგლისური აუცილებლად ისწავლეთ. ჩემო სიხარულებო, ჩემო ბავშვებო, ჩემი შვილის ტოლები ვინც ხართ. აუცილებლად, მაგრამ იცით ალბათ, ხო, ყველა იცის. მე მგონი რომ ყველა იცის თქვენ თაობა. ჩვენ ცოტა გვიჭირს. მე არ უნდა ყოფილიყავი ესე. მე ხა ძალიან კარგად უნდა მცოდნო და ინგლისური. მე რელიგიამ რომელშიც ვიყავ, ძალიან ბევრ რაღაცაში ჩამოვტოვა. იმიტომაც გამოვედი და ვთქვი ეს, არავისი და არაფრის არ მომერიდა. ვთქვი, დედა ჩემი ძალიან მაგრად
მიყვარს, ეხლა თან რა არის, იცით, რაღაცებს ცვლიან ნელ-ნელა. ადრე თუ არ მელაპარაკებოდნენ, ეხლა მან რაღაცები შეიცვალა, რომ გარიცხულებს ელაპარაკებიან. კიდე კარგი, რომ პროგრესი მაინც აქვთ და ნელ-ნელა რაღაცეებში იხვეწებიან. იმიტომ, რომ ბევრმა ვიცი, რომ ვინც წამოვიდა მაგ წმენიდან და აი ესე რომ განუდგნენ ოჯახის წევრები, ძალიან ცუდი რაღაცეები დამართეს თავიანთავს ყოველას ყველა ძლიერი ფსიქიკა. ამიტომ ცხოვრებაში ძალიან ბევრი რაღაცეები გადამხდა, ჩემო სიხარულებო, ძალიან ბევრი და მაინც აი ესე წინ მივდივარ. ყოველ დღე მე ვფიქრობ, რომ მივდივარ წინ და ვითარდები და თქვენც ვფიქრობ, რომ ჩემი ცხოვრებით რაღაცა მოტივაციას იმედს გაძლევთ. ხო, მე დამემართა ესე, ეხლა ინგლისურიც უნდა ვიცოდე, ძალიან კარგადაც უნდა ვიყო, ფულსაც იმდეს უნდა ვშოულობდე, რომ მაღაზიაში რო შევდივარ ზოგჯერ რაღაცას რო ვიგებ და მაკლდება ფული, უკანავდებ ხოლმე და ეს ალბათ რომ მექნება ფული არასოდეს არ დამავიწყდება და მექნება აუცილებლად იმდენი, რომ მაგას ვფიქრობ ხოლმე, რომ სხვისი დახმარებაც შევძლო, ძალიან მინდა. გვინდა ძალიან. აი როგორც მე მეხმარება ეხლა ჩემი და არის ეგ, ჩემი და არის. ვინც არის და ვინც მეხმარება. ძალიან მეხმარება. ძალიან. ხო და მეც მინდა ეგრე დავეხმარ ვინმეს გაჭირვებულს შევძლო ეგ. ხო? იმდენი მქონდეს, რომ საკმარისი ჩემთვისაც და სხვასაც დავეხმარო. მაგრამ ეხლა რაც შემიძლია, სიტყვით გეხმარებით. რაც ვიცი. გაგოცებ და დროებით. მიყვარხართ, დიდი მადლობა მოგწვით.